Საომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ შეგნებულად ვარიდებდი ამ თემას თავს. რაც დღეს მთელი საქართველო საუბრობს. და ყველა ეს მოლაპარაკე თავი, ვინც ვითომდა ბავშვის სიცოცხლით შეშფოთებულები არიან და ბავშვის მდგომარეობით შეშფოთებულები არიან, აბსოლუტურად ესენი სულ არიან ისეთივე ყალბები და ისეთივე ფარისევლები, ჩემო კარგებო, როგორც აი ის ხალხი, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება რა. აი გულისხმობ ამ ფაქტს, რომელი ფაქტიც მოხდა გუშინ, საზოგადოების გუშინ წინ, ზუსტად არც მახსოვს არეული მაქვს. და ატეხილია რა ერთი ამბავი, აი ეს ამ ამბებთან დაკავშირებით, რომ ის ვიღაცა უნდა დაისაჯოს, ვიღაცა თურმე ასე, აქ თურმე ვერ დაუნახიათ. ხალხო, აი თავშივე გეუბნებით. ვინც ბევრს წივის და კივის ამ საკითხთან დაკავშირებით, აბსოლუტური უმრავლესობა, სულ ყველა, თუ არა 100% თუ არა, ეს არის ყალბი და მატყუარა ადამიანები, რომლებსაც მიეცათ სალაპარაკო და ლაპარაკობენ და ხალხი, რომლებიც თავს იმართლებენ, ისინიც არიან ისეთივე ყალბები და ისეთივე მატყუარები, როგორი ყალბები და მატყუარებით საქართველოში არის საზოგადოების ღმერთმა დაემფაროს ახლა ისეთი რაღაცა მინდა ვთქვა, თუ აბსოლუტური უმრავლესობა არა, უმრავლესობა. არავის ეს ბავშვი არ აინტერესებს. სრულიად ფეხებზე კიდია და ორ სიტყვაში აგიხსნით, გაგიმარტავთ ამ ყველაფერს, ვისაც ეჭვი ეპარება ჩემ სიტყვებთან დაკავშირებით. საქართველოში ადამიანის სიცოცხლეს და ადამიანს დიდი ხანია ფასი არა აქვს. არა აქვს ამას. არავის არ ადარდებს საქართველოში არც ბავშვის სიცოცხლე და არც ბავშვის მდგომარეობა. საქართველოში 800 ჩვილი იღუპება ყოველ წელიწადს, მაგრამ ეს არავის არ აწუხებს. იმიტომ რომ შესაბამის საკვებს ვერ ღებულობს და შესაბამის ვიტამინს ვერ ღებულობს. მაგრამ ეს არავინ არ შეშფოთებულა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ქვეყანა პირველ ადგილზე არის აბორტებით გასული. ჯერ არ დაბადებულ ბავშვებს კლავენ ქვეყანაში და ეს თურმე ქალის უფლებაა და ამის თქმა როგორ შეიძლება და ამას როგორ ამბობ და იმას როგორ ამბობ. მე გეუბნებით ჩვილებზე, უმწეოებზე, ჯერ არ დაბადებულებზე. ბავშვები ქუჩაში იყვნენ გამოსული, წამალს ითხოვდნენ. ის რო არ მომკვდარიყვნენ მშობლებთან ერთად. ხო, აგერ იყო ერთი კვირაც არ გასულა. დუშენის სინდრომთან დაკავშირებით. მარშს ითხოვდნენ, მარშებს ატარებდნენ, გვერდში დგომას ითხოვდნენ. მეც რამდენი პოსტ ვდებდი, რამდენი ვიდეო იყო, ვინ ედგა ამ ბავშვებს გვერდით? ამ ბავშვების მიმართ იძახოდნენ, რომ ისინი კაცო აინშტაინები ხო არ არიანო, კაცო, არ იყო ასე? სახელმწიფომ რა იცის მათგან რა გამოვაო? ამდენი ფულიო, სად უნდა გადარიცხოსო სახელმწიფომ და 40 დღე თუ რაღაცა არც საპატრიარქოდან გამოხედეს და არც ემიდან და მერე არც მთავრობიდან რა თქმა უნდა და მერე იკადრეს და მერე გამოხედეს. არ მაინტერესებს მე რა გაყვა ამ ყველაფერს. რა ქვედინებები ქონდა, რა მოყვა დღეს, ვინ მადლობა მოიხადა, ვინ მადლობა არ მაინტერესებს ეს. მე გეუბნებით საზოგადოების რეაქციაზე, კაცო. სად გინახიათ თქვენ, რომ საქართველოში ვინმე სიცოცხლე ადარდებდეთ და იგიც ბავშვის. ეს არის ყველაფერი ჩვეულებრივი სიბინძურე. და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკა. ასეთი გახდა თანამედროვე ქართული საზოგადოება. რატო არ გინდათ ამას თვალი გაუსწოროთ? ბავშვების სიცოცხლე ვის გადარდებთ? მიდით აგერ იაშვილის კლინიკაში. მიდით ნახეთ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს. ქიმიის კურსს რო დაუმთავრებენ, მერე რო უბრალოდ წაიყვანე შენი შვილიო, მოკვდებაო, მაინც არაფერი ეშველება, ვან შენი ჯიბით გაუკეთეო თუ გახო ქიმიის ფული. ეს ხდება ყოველ დღე. ყოველ დღე. გადახედეთ ამ ბავშვებს, რომლებიც გამოყრილი არიან, სამკურნალოდ წამოყვანილი ყავთ აქ, უცხოეთში. რომელიც 10,000-ობით გადაარჩინა კონკრეტულად საფრანგეთზე მაქვს ლაპარაკი, თუმცა სხვა ქვეყნებმაც. ოდესმე თქვენ ვინმეს ხმა გაგიგონიათ ბავშვის სიცოცხლესთან, ბავშვის გაჭირვებასთან, საერთოდ გაგიგიათ ეს ვინმეს რამე თქვა? ფილმი გადავიღე, ხო? ბავშვებიც არიან იქ და დიდებიც არიან. ომის მონაწილეებიც არიან და საშუალო იმისა, ამხელა უზარმაზარი ფრანგული დასკვნა დევს. თუ საქართველოში როგორ იქცევიან ადამიანის სიცოცხლეს. რამე რეაქცია ყოფილა? ვინმეს ხმა ამოუღია ამ საკითხთან დაკავშირებით? არა, არავის არ აინტერესებს, მაია ხატას კრაიამო, რო იციან უკრაინელებმა, თქმა ისე. ხო და ეხა გამოდიხართ.
ეხლა გამოდიხართ. ზოგი თავს იმართლებს. ზოგი იმას რა ქვია სამართალდამცავ ორგანოებს ხედავს თურმე უნდა დაისაჯონ. ის იმიტომ რომ ასე მოხდა, ისე მოხდა და სინამდვილეში აი რეალობა რა არის ეს ნახატი შემხვდა, არ ვიცი ვინ გააკეთა და როგორ გააკეთა ეს ნახატი, მაგრამ აი ეს ასახავს რეალობას. აი ეს ასახავს რეალობას, წაქცეული ბავშვი, ზემოდან დამდგომი ესა რა ქვია თავისი თანატოლები, რომლებსაც ასევე არანაირი რეაქცია არ გააჩნიათ. მე მოვისმინე მათი მასწავლებლის განცხადება, რომელიც მანამდე ასწავლიდა ამ ბავშვებსაც და დანარჩენებსაც შეძრული იყო კაცი, სანამ რა ვიცი ამ ანსამბლში გაწევრიანდებოდა თუ სად. ელემენტარულს გეტყვით ხალხო, აი ელემენტარული რაღაცა აიღეთ. დავიწყოთ იქედან, აი ეს იყო ჩვეულებრივი სოციალური ექსპერიმენტი და ტესტი ქართული საზოგადოების. ელემენტარული დავიწყოთ იქედან, რომ ყველას და ყველაფერს დავანებოთ თავი. ბავშვები არიან, ხო? ჯერ ახალგაზრდა ბავშვები, რომლებსაც უნდა ქონდეთ სულ სხვა რეაქციები. მათი მეგობარი, მათი გუნდის წევრი წაიქცა. დახედეს, შეხედეს. რეაქცია ნული. ერთმა არ შეწყვიტა სიმღერა, რომ მიშველებოდა. მე ხლა იტყვიან, რომ ბავშვებს კი არ განვიკითხავ. ბავშვი არის დაუწერელი დაფა. ბავშვს როგორც აღზრდი და როგორც გაზრდი, ძირითად შემთხვევაში ისე გაიზრდება ახლა იქ. ბუნებით ინდივიდია ყველა, მაგრამ დაგვერდით კოლექტიურ დამოკიდებულებას. წაიქცა ნული რეაქცია. ეს რაზე მეტყველებს? ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბავშვები საქართველოში იზრდებიან უსიყვარულოდ, ყოველგვარი ემპათიის გარეშე. მე არ ვიცი მათი მშობლები როგორ ზრდიან მათ შვილს, მაგრამ რეაქცია ამ ბავშვების მათთან ერთად მომღერალი ბავშვის წაქცევაზე როგორიც იყო, ისეთი იყო. და საერთოდ თქვამია, რომ შენი პირველი რეაქცია გამოხატავს შენს ბუნებაში არსებულ მდგომარეობას. და მე ვეთანხმები ამას ხშირ შემთხვევაში. ხშირ ყოველთვის არა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში. და განსაკუთრებით ბავშვები ძალიან წრფელები არიან. არ ვიცი, იქ შეიძლება ვიღაცა მართლა ჩვენა გაგრძელეთო და გაგრძელდა. მე ამას რატო ვამბობ, იცით? უსიყვარულოდ თუ არაა ბავშვი გაზრდილი. მასობრივად საქართველოში თქვენ გიქვირთ, რომ საქართველოში უსიყვარულოდ გაზრდილი არის ბავშვები? დავიწყოთ იქედან, რომ დედა და მამა ნახევარზე მეც არ აყავს. გადავიდეთ იმაზე, რომ სკოლაში რელიგია, ქრისტიანობა, ეს ყველაფერი ამოღებულია, განულებულია. შემოთხრილი არის სოროსელების სამოქალაქო საზოგადოება და რაღაც იდიოტიზმი. საერთოდ სიყვარული, ღმერთი, რწმენა, ურთიერთობა, ესეთი რაღაცა, ესეთი აღმზრდელობითი მუშაობა ბავშვებში არ მიდის. არის ინდივიდუალიზმზე გადასული, ხო? შენ იყავი ბედნიერი, შენ იყავი კარგად, შენი მასკენი, შენ ასეთი გამოდი, შენ ისეთი გამოდი და რაში გაინტერესებს სხვა. ეს განულებულია, ეს იდეოლოგიის. ეს არის იდეოლოგიის მაჩვენებელი სახელმწიფო რა იდეოლოგიით ზრდის მომავალ თაობას. სკოლაში რა საზოგადოებრივი მორალი არსებობს ქუჩაში. ბავშვი პირველი ამას ღებულობს. დარწმუნებული ვარ ამათსაც. ნახევარზე მეც ალბათ მშობლები უცხოეთში ყავთ, იმისთვის რომ შვილები შეინახონ და არსებობ. აი ეს ყველაფერი აისახება მომავალ თაობაზე. ეს აისახება მომავალ თაობაზე და ეს არის მომავალი თაობის რეაქცია. ვიღაცის მიმართ, უცხოს მიმართ კი არა. აი თავიანთი თანამებრძოლის მიმართ. ელემენტარულს გეკითხებით, აი გამახსენდა ესეთი რაღაცა. აი ყველა თაობას საერთოდ, ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და ყველა თაობას აქვს რაღაცა თავისი ასე რომ ვთქვათ სტიგმა რა, დასმული. რაღაც დადებითი, რაღაც უარყოფითი. სამწუხაროდ თანამედროვეების ბავშვებს აქვთ გულცივობა, თანამედროვეების ბავშვებს აქვთ უღმერთობა, ჩანერგილი, ტოტალურად, ესა სისტემის ბრალი. და ამას ყველაფერს ემატება გაჭირვებიდან და სოციალური მდგომარეობიდან ბავშვის და მშობლის გაუცხოება ერთმანეთთან. ეს არის. ამიტომ ესეთი გულცივი თაობა კარგს ვერაფერს ვერ მოიტანს.
შეხედეთ როგორი სასტიკები არიან ერთმანეთის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა იმ ხორავას ტრაგედიამ მაცაჩვენა, იმ ფაშისტურმა ჯგუფებმა მაცაჩვენა, ავალიანის საქმემ მაცაჩვენა, ყველაფერმა აჩვენა. თქვენ ამას ყოველდღე ხვდებით. ეს ყოველდღიურობაა ჩვენი. ურთიერთდამოკიდებულება, ურთიერთპატივისცემა საერთოდ ეს ყოველდღე მე მიკვირს, რატო გაგიკვირდათ. მე არ გამკვირვებია. იმიტომ არ გამკვირვებია, რომ ვიცი, რომ ასე იზრდება მომავალი თაობები. ეხლა გადავიდეთ დანარჩენზე. თქვენ რა სისულელეს ლაპარაკობთ ხალხო? იმას ლაპარაკობთ, აი ამის თქმა მინდა რა, ეს ლიზა ბაგრატიონი გამოვიდა და განაცხადა ესეთი რაღაცა. რომ თურმე როგორ შეიძლება თურმე ყველა იყოს უგულო, და ეს ხო გამორიცხულია ამდენი ადამიანი იყოს უგულო. ქალბატონო ლიზა, ჩვენ ადამიანებმა თუ ის უნდა დავიჯეროთ, რომ იმ სტუდიაში ამდენი ბრმა და ყრუ ხართ, ვინც ვერ შეამჩნიეთ არათუ ბავშვის წაქცევა, მომღერალი ბავშვების რეაქციაც. ეს ვერ დაინახა რეჟისორმა, ეს ვერ დაინახა ოპერატორმა, ეს ვერ დაინახა პროდიუსერმა, ვერ დაინახა სტუდიის თანამშრომლებმა, ვერ დაინახა ანსამბლის წამყვანებმა. ბავშვების რეაქციაც ვერ დაინახა, რაზე ქონდათ რეაქცია და მერე თურმე შემთხვევით გაიგეთ? ესე ჩვენ თუ უნდა დავიჯეროთ, რომ ამდენი ბრმა და ყრუ ხართ იქ, ვინც ეს ვერ დაინახეთ და ვერ გაიგონეთ. ის რატო არ უნდა დავიჯეროთ, რომ რეალობაში მართლა ასეთი ცივსისხლიანები ხართ? და ცივსისხლიანები ხართ ბაქ არა მარტო ეგ ხალხი, ვისაც არ ვიცი, პასუხისგებლობა გაგესრიათ მაგ ბავშვების აღზრდასთან და მომღერლობასთან, კი არა, აი საერთოდ აი იმ ვასილ მაღლაფერიძის კანტორაში, რომელსაც მაჩვენეთ ერთი ეროვნული გადაცემა მაჩვენეთ, ერთი მომავალი თაობის მიმართ მიზღვნილი გადაცემა მაჩვენეთ. ვასილ მაღლაფერიძე და ეგ ბორდი იღებდა ლესბიანკების სიყვარულზე ფილმებს და ამაზე ელაპარაკებოდა მოზარდ-თაობას. დაგავიწყდათ რა, ასე არისო? და ის რაც ბავშვის აღზრდას, რაც სულიერებას, რაც სიყვარულს და რაც იმას მსგავსი რაღაცები საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ მინახია. ერთი გააგრძელეს საქართველოს ისტორია იყო და ისიც გააუქმეს და ამოიღეს. აჩვენეთ მე თქვენ ერთი ნორმალური გადაცემა რას აკეთებთ? სად მიდის ამდენი მილიარდები? მაჩვენეთ ერთი გაშუქებული პრობლემები საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ბავშვის, პატარა. მაჩვენეთ, როდის შეწუხდა საინფორმაციო სამსახური და როდის მიბრძანდა და გადაიღო გინდა იაშვილის კლინიკაში მოხდა, გინდა სამედიცინო ემიგრაციაში გადმოხვეწილი ბავშვების და ქართველების სამედიცინო ემიგრაცია. მაჩვენეთ. როდის მე გააკეთა ადამიანური. ერთადერთი აი ამ ავალიანის საქმესთან დაკავშირებით კონდათ ბოლო დროს გაკეთებული ჭეშმარიტი საგამოძიებლო ის და მადლობას ვუხდი ნამდვილად ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სხვა რა. ეგ ტელევიზია გადაქცეული არის ფულის საშოვნად და ეგ ტელევიზია ზის, სვამს, ჭამს, მხოლოდ და მხოლოდ მოიხმარს და არის თავარი ბოროტების ღერძი იმ იდეოლოგიის, რაც ქვეყანაში ხდება. ამიტომ აქეთ არ აინტერესებთ. ნამდვილად არ აინტერესებთ. და ასე რომ თქვენ თუ გინდა ჩვენ ის დავიჯეროთ, რაღაც არამატერიალური, თუ ის გინდა თქვენ დაგვაჯეროთ, რომ მატერიალური და რეალური, ანუ თქვენ დანახვა და ყურშის სმენა გაქვთ დაქვეითებული ამდენ ადამიანს იქ, ეს ცოტა ძნელია და ნამდვილად არავის არ ჯერა ამ ყველაფრის. არა, თქვენ ფეხებზე გკიდიათ. თქვენთვის მთავარი იყო რა, ეთერი არ ჩავარდნილი იყო და ვაი ეს პრობლემა არ მომხდარიყო და წაიქცა ბავშვი მერე რა მოხდა. აი ეს იყო რეალობა და ასეც მოხდა. ეს იყო რეალობა, ასე ჩაიარა ეთერმა. როგორც გავიგე, მშობელს წაუყვანია ბავშვი იმ ანსამბლიდან. დიახ, უნდა წაიყვანა. იქ უნდა დაეტოვებია? იქ უნდა დაეტოვებია, სადაც 10 წლის ბავშვის წაქცევა არავის არ ადარდებს? არც თანაგუნდელებს, არც არ ვიცი მათი მასწავლებელი ვინა, არც იმ დანარჩენ სხვას. იქ უნდა დაეტოვებია? რა თქმა უნდა, არ უნდა დაეტოვებია, წაიყვანა და სწორიც გააკეთა, რომ წაიყვანა. მე აი რატო ვამბობ იცით ხალხო ამას? კიდე თაობას მინდა მეუბრუნდე. ბიჭო, 2000
9 წელი იყო, 10 წელი იყო, რა. ჯარში მსახურობდი მაშინ. ის კატეგორია ვართ, რომლებსაც გაგვივლია კონფლიქტის ზონები, ერაყშიც ყოფილი ვართ, 2008 წელს მონაწილეა ვართ, ასე შემდეგ და გამოცვლილი ჯარისკაცები ვართ. წყობში ვდგევართ. დილის მოწყობა არის და ერთ-ერთი ჯარისკაცი მოწყვეტი დაეცა. გათვლილია ეს ყველაფერი წესდებაში და ყველამ კარგად ვიცით, რომ თუ ესეთი რაღაცა მოხდება, წესდებით ორმა გვერდით მდგომმა უნდა მოკიდოს ხელი და გაიყვანოს, დანარჩენს რეაქცია არ აქვს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თითქმის 9 წელი დაიშალა იმისთვის, რომ გაიყვანათ, ზოგს პირი გაიღო და ზოგს თვალები გაიღო და ზოგს ასე და ზოგს ასე. ჩვენ ადამიანებმა, რომლებმაც ამდენი სიკვდილი, ამდენი დაჭრა, ამდენი უბედურება ვნახეთ და შეგუებულები ვიყავით, მათ შორის თანამებრძოლების დაკარგვაზე. აი ესეთი რეაქცია გამოვხატეთ. თქვენ აი დედმამიშვილებო, ბავშვობიდან თუ არ აძლევთ ამას, თქვენ შვილებს ჩაუდოთ, რომ გვერდით წაქცეული თანამებრძოლი ფეხზე წამოაყენე. როგორ გინდათ ეს დაქცეული ქვეყანა გადაარჩინოთ? თუ ქვეყანა თქვენ არ გადარდებთ. თქვენ გადარდებთ? ოღონდ მე ვიყო, კარგად გახვიდეთ ბოლოში. არ გვჯერა, ამიტომ ამ სიყალბეს და ჯობია გაჩუმდეთ. ამ შემთხვევაში ჯობია გაჩუმდეთ. ვიდრე საერთოდ რაღაცა განმარტებები გააკეთოთ. დიახ, უგულოები ხართ. დიახ, სისხლიანები ხართ. დიახ, ფეხებზე კიდიათ. ფეხებზე კიდიათ, როგორც ის ბავშვით, ისე რიგითი თანამებრძოლი. თქვენ იყოთ კარგად. 100-ია საქართველოში 90% ეგრე არის. თუ მეტი არა. და ეხლა გამოდიხართ აქ და ნელაპარაკებით რაღაცა ებაზე. არამატერიალურ სიყვარულზე? არიცით თქვენ რა არის სიყვარული? რა კარგი სიმღერებიც არ უნდა გქონდეთ, რა კარგი შესრულებაც არ უნდა გქონდეთ. თქვენ ეს ანგარებიანი ქველმოქმედების ხალხი ხართ. ის რაც ხდება საქართველოში. თქვენ გონიათ ეს ბიძინა, რომელიც წარმოსახული არის როგორც დიდდაწმინდა ადამიანად, მართლა უყვარს ამდენ ხალხს? ანგარებიანი ქველმოქმედების გამო ნაყიდი სიყვარულით უყვართ. საკუთარი თანამდებობებით უყვართ. და ეს არის დიდი მეცენატი, ეს არის დიდი ქართველი, თქვენ ახართ დიდი ადამიანი, არა ხართ თქვენ დიდი ადამიანები. არა, არ არის არც ის მეცენატი. აი ეს არის საქართველო. რეალობა აი ეს არის. და რა ის თქვენ რასაც დახატავთ. ამას რატო ვამბობ? იცით, ახლა ზოგიერთი თქვის პოლიტიკა რა შოა, პოლიტიკა შოში კი არა თავში არის. დაკვირდით აი ამ ცხოველს. დაკვირდით აი ამ ცხოველს. დედრობითი სქესის ცხოველს. ესეც გამოეხმაურა თურმე ამ ყველაფერს. ეს ნინო წილოსანია. და ნახეთ რას წერს. აი, მორალს უკითხავს ბავშვებს, რომ თურმე ასე და აი ესე და თურმე ასე უნდა მოიქცე და ისე უნდა მოიქცე. აი ეს ჩათლახი, რომელიც ორი კვირის უკან გამოდიოდა და ამბობდა ვადაგასული საჭმელიო, გავყიდოთ იაფათო და გაჭირვებულებმაო, ვადაგასული საჭმელი ჭამონო. ეს ქალი, სამი შვილის დედა, პოლიტიკოსი, რომელიც მომავალს უქმნის. არ აინტერესებდა იმ ვადაგასულ საჭმელს ბავშვი შეჭამდა, დიდი შეჭამდა, ვინ შეჭამდა, იაფათო ხო გაიყიდებაო და მიყიდეთო. ეხლა გამოდის და მორალზე ლაპარაკობს. აი? და ვისაც არ იზარება, ეხლა ყველა მორალზე ლაპარაკობს. სინამდვილე არის სულ სხვა რაღაცა. რეალობა არის ძალიან მწარე. და მე არ მიყვარს ტყუილში არც მე ვცხოვრობ და არც არავის არ ვაცხოვრებ ტყუილში ჩემი ირგვლივ. და მინდა ერთი რაღაცა თქვა აი კასაგე ბენაზე. აი ეს ყველაფერი რაც მოხდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფოს და ქართველ ერს, როგორც დიდ ქართველ ერს, უბრალოდ ყოფილ ქართველ ერს, დღეს ამაში ქართველობას მე ვერ ხედავ. მომავალი არა აქვს. არა აქვს მომავალი. არც ამ სახელმწიფოს და არც ამ ერს.
ჩვენი ქართველის ყველაზე დიდი ღირებულება თუ ვინმეს დაავიწყდა რა იყო მე გავახსენებ რომ ქართველის ყველაზე დიდი ღირებულება იყო ადამიანობა და ჰუმანიზმი არა თუ მარტო თავისიანების მიმართ სხვების მიმართაც დაწყებული სუფრა ენაზე რო გაქვს წამოგებული და ქართული სუფრის ლანძღვის მეცრუარებას არაკეთებთ სადღი გრძელო სუფრიდანაც მოდიოდა მტრის პატარას გაუმარჯო სანამ ჩვენ ტრობას ისწავლიდესო ამიტომ იყო რომ საქართველოში მოდიოდა ყველა რჯულის ადამიანი ყველა სარწმუნოების ადამიანი ყველა მენტალიტეტის ადამიანი ამიტომ იყო რომ საქართველოში ხედავდნენ იმას რასაც სხვაგან ვერ დაინახავდნენ ამიტომ იყო რომ ბრიტანეთის ელჩმა რომელმაც ვეფხისტყაოსანი თარგმნა ქართულიდან ინგლისურზე თქვა ესეთი რაღაცა რომ საქართველოს ქვეყანაა სადაც სულის მკურნალობა შეიძლებაო ეს აღარ რჩება ჩვენ ქვეყანაში არ რჩება ეს ჩვენ ქვეყანაში ეს აღარ დარჩა თუ უკვე არ ვიტყვით რომ აღარ დარჩა ეს აღარა უკვე საქართველოში და დღეს ჩვენ გვასწავლიან თურმე ამერიკაში ევროპაში წაქცეულ ბავშვს როგორ ეხმარებიან სხვები და საქართველოში თურმე ეს როგორ არ ხდება ეს დაიკარგა ხო იძახოდით ქართველობას გვართმევენო ვინც ამას იძახოდით თქვენ არც არასდროს ყოფილხართ ქართველები და თავისთავად ვერ დაკარგავ იმას ადამიანს რაც არ გაგაჩნია მაგრამ ვისაც გააჩნდა და ვისაც უნდა გაეზარდა მომავალი თაობა ისე რომ ქართველობა ქონოდა აი იმას მართლა წაართვეს და აი ქართველობა წართმეული ბავშვები ქართველობა წართმეული დიდები და ქართველობა წართმეული ეს პოლიტიკური სპექტრი ეხლა ხო აღარა ვართ ქართველები ხო ვართ შიგევროპელები ხო ვართ შიგ რა ვიცი დასავლეთელები თუ რა ხო არის ეს აი ეს არის თქვენი აღზრდილი მომავალი თაობა თქვენი ეხება სისტემას ეხება პოლიტიკას ეხება იმიტომ რომ პოლიტიკა მართავს ამ ყველაფერს აი აქედან მოვედით აქამდე აი ამან მოგვიყვანა ესეთი უბედურებები ხდება და უფრო ჯერ ტრაგედიები ეს არაფერია ტრაგედიებს ქართველი ერი და მე სიმართ პირდაპირ გეუბნით მე არ მაქვს არანაირი განცდა იმისი რომ ეს ერი და ეს ხალხი მობრუნდება იმისკენ რაც ვიყავთ ნამდვილად არ მაქვს იმიტომ რომ საქართველოში ღმერთის ადგილი დაიკავა ფულმა რელიგიის და ათიმცნების და ესეთ რაღაცების ჩანაცვლება მოხდა უფლებებით და რაღაც თავსმოხვეული იდიოტური კანონებით თავიდან ბოლომდე შეიცვალა ღირებულებები თავიდან ბოლომდე შეიცვალა რა ვიცი მენტალობა აზროვნება ცნობიერება და რაც დაემართა ღამურას უბრალოდ თაგუნას რომელიც ღამურა გახდა ის ემართება ქართველ ერს და დაემართება მომავალში ეს შეიძლება შემოაბრუნოს დიდმა უბედურებამ ისეთმა უბედურებებმა არა როგორებიც იყო ეს აფხაზეთის ომი იყო თუ სამაჩაბლო იყო თუ ყოველ მე-1000 რო ეხებოდა ყოველ მე-5 არა მთელ ერს როდესაც შეეხება ამან შეიძლება რაღაცისკენ მოაბრუნოს ეს ხალხი დანარჩენი მე ამ ხალხის ამ სინდისის ამათი ნამუსის ამათი ზნეობის ამათი მორალის სასიკეთოსკენ მობრუნების ნამდვილად ერთი წამით არ მაქვს როდესაც გარყვნილი არის და სჯულის კანონი არის ამოღებული და საერთოდ დავიწყებულია ქრისტიანობა საქართველოში. ქვეყანაში სადაც ქრისტეს სახელით ებრძვიან ქრისტიანობას და საერთოდ გადაგვარებული არის საპატრიარქოს თამადობით სასულიერო პირები და მათი მრევლიც. კერპომანებად აქცეული. სიმართლეს ნუ ეტყვი. ნუ რაფერზე უნდა ელაპარაკები. საზოგადოებამ რომელმაც თავიდან ბოლომდე დაივიწყა უკვე წინაპრების ადათი, წესი, ტრადიცია გლოვაც აღარ იციან ქართული. ევროკავშირის დროშებით რო ასაფლავებდნენ და რაღაცა ბუდუებით ხო გახსოვთ? ან უკრაინული დროშებით რო ასაფლავებდნენ ხალხს. ხალხმა რომელმაც საერთოდ არაფერი არ იცის დღეს დღევანდელ თაობას რო შეხედავდა ამ ქუჩაში მყოფებს რო შეხედავ რას აპროტესტებენ რას იტყვენ საერთოდ დაგეკარგება წარმოდგენა. არ შეიძლება ამ ხალხს მომავალი გქონდეს. არ შეიძლება ამ ქვეყანას მომავალი გქონდეს. არ შეიძლება, როდესაც ქვეყანა თავიდან ბოლომდე ანგარებიანი
ანგარებიანი ქველმოქმედებაზე დიდი ბოროტება არ არსებობს. როდესაც მთელი ქვეყანა ანგარებიან ბოროტებას აქებს და ადიდებს და არ უნდა სიმართლის გაგონება. ერი რომელიც ტყუილში ცხოვრობს, აი თავიდან ბოლომდე ტყუილში ცხოვრობს და თავიდან ბოლომდე ტყუილში უნდა ცხოვრება. რატო უნდა კონდეს ამ ერს მომავალი? ახლა მე თქვენ გეკითხებით, აი ესეთი ერისთვის ვინ უნდა იბრძოლოს და ვინ დადებს თავს? თავისი ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის შვილები არიან. თქვენ გააუქმეთ სამშობლო გაუქმდა. თქვენ სახელმწიფოს გააუქმეთ და გადააქციეთ შეპესეთ. სადაც ღირებულებები და მსგავსი რაღაცეები რაც უნდა გქონდეს არა აქვს. ეს არის კორპორაცია, მე ვიხდი ფულს, მე თუ ფულს ვიხდი, მე გადამხდელი ვარ, სახელმწიფო მეს უნდა გამიკეთოს. ეს შეიძლება გაიყიდოს, ეს შეიძლება გამოიყიდოს, აქ შეიძლება სხვა დასახლდეს. რეაქცია? 0. 10,000-ობით გაყიდულ ჰექტარზე რეაქცია 0, ჩამოსახლებაზე 10,000-ობით ზღვარჯულის ადამიანებზე რეაქცია 0, ამას დარქმეული ინვესტიცია 0. ღმერთმა გაუმარჯოს ბიზნესს. იმან იცის, ჩვენ ეკონომიკური ზრდა გვაქვს და გადახედეთ. გაშიმშილებულ, გაძვალტყავებულ ერს. აღარ მინდა უკვე ეკონომიკურ პარამეტრებზე ჩახედვა, იმიტომ რომ ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის მანძილზე 18 მილიარდი მარტო ქართველი ემიგრანტებიდანაა შემოსული. ამით. ამაზე რეაქცია არაფერი. ეს არ თქვა, ის არ თქვა, ნაცად, ქოცად, ჯანდაბად, ოხრობად, კონსერვატორად, ლიბერალად, რაც 1000 რჯულად დაყოფილი ქართველი ერი. და თქვენ გინდათ ამ ერს მომავალი კონდეს? არ იქნება და არც აღირსი რო კონდეს. ცხონებულ ზედგამსახურდიას რო უთხრეს, რატო აიჩემეო? რატომ აიჩემეო? ეროვნული სახელმწიფო შექმნაო. პანაცია იყო? ცხონებულმა უპასუხა პირდაპირ. დიახ, პანაცია იყო. და რატო იყო პანაციაო? იმიტომ იყო პანაციაო, რომ ქართველი ერი სპეციფიკური ერი არისო. ქართველი ერი ან ეროვნული სახელმწიფოს ფორმატში მოახერხებს განვითარებას, ან ის უბრალოდ არ იარსებებს. ქართველი ერი არ არის სინგაპურელი. ქართველი ერი არ არის რომელიღაცა არც ერთ ერს არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არიან ერები, რომლებსაც ეროვნული ღირებულებები არაფლად არ უღირთ. და არც აინტერესებთ. არიან ჩვეულებრივი სერვისის ერი, რომელიც სერვისის ერით ცხოვრობს სერვისის ცხოვრებით და შემოსავალთ ფულიც აქვს და კარგად აქვს. მაგრამ არ აქვს თავარი, სული არ აქვს. არ აქვს ის ეროვნული სული. და ქართველ ადამიანს ეროვნულ სულს თუ ამოაცლი და ქართველობას თუ დააკარგიებ, ქართველ ადამიანს ამაზე დიდ საშინელებას ვერაფერს ვერ იზამ. გადახედეთ ეს გამძღარ ქართველებს, ამაზე მეტი საზიზღარი შესახედავი და ამაზე მეტი საზიზღარი ქმედების ადამიანებს თუ ნახავთ სადმე. გახედეთ გაევროპელებულ, გარუსებულ, გათურქებულ, გადაგვარებულ ქართველს შეხედეთ. ამაზე მეტ საშინელებას ნახავთ რამე ეს? ხო და რატო მიდიხარ იქ, რაც ღუპავ შენ ქვეყანას? ესაა ხო ქართველი ერის არჩევანი. ხო და იარეთ ამ ერის არჩევანით და იყავით ასე. და ასე გაგრძელდება ყველაფერი და თუ ვინმემ რაღაცა თქვა, ის ჩაჩექმეთ, იმას სული ამოხადეთ. და მიდით. რა გიგვირთ, მე არაფერი არ გამკვირვები. გადახედეთ დანაშაულებების სტატისტიკას, რამდენი უბედურებაა ქვეყანაში. ოჯახის წევრების მკვლელობა, ცოცხლად დაწვა, პედოფილია, რაც ადრე საერთოდ ყურში გასაგონათაც არ შეიძლებოდა. იმიტომ არის ასე, რომ ურწმუნო და უღმერთო გახდა ქართველი. ურჯულო გახდა, გადაგვარებული გახდა. ეს არის შედეგი. და არაფერი არ მომხდარა. ეს არის სოციალური ექსპერიმენტი. ჩვეულებრივი, რომელმაც მთლიანად აჩვენა ტესტი და იმ ხალხ კიდე ერთხელ ვამბობ. ამ ხალხს ვითომ რო წუხან. ისევე როგორც აი ამ ხალხს, რომლებიც ვითომ თავს იმართლებენ. ამათ სულ ფეხებზე კიდიათ ეს ყველაფერი ხალხო. არ აინტერესებთ. ხვალ ის არავის არ ემახსოვრება. არავის არ ემახსოვრება ეგ ყველაფერი. ვინც ბევრს ყვირის, იმას უნდა რომ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. ვინც იმართლებს თავს, ცდილობს რომ პასუხისმგებლობას გაექცეს. მე არ სპეციალურად არ ვლაპარაკობ კანონზე, სამართალზე, როგორ უნდა იყოს, რანაირად უნდა იყოს. ეს მეორე და მესამე ხარისხოვანია. აქ მორალურ კანონებზე არის აქ.
ზნეობრივ საკითხზე არის აქ. გადახედეთ ქართველები ერთმანეთს როგორ ლანძღავენ, გადახედეთ ერთმანეთს როგორ ჭამენ, გადახედეთ ერთმანეთს როგორ მტრობენ, გადახედეთ ერთმანეთს როგორ აგინებენ, როგორ წევლიან. ეს ის ხალხი არაა შემთხვევით ძაღლების პრობლემები რო აინტერესებთ და ძაღლების გენოციდისთვის გამორბიან და ბავშვებისთვის რო ფეხს ვერ გამოადგმევიებ სახლიდან. ეს ის ხალხი არაა. გეკითხებით. ეს არის ეს ხალხია. ეს ნამდვილად ეს ხალხია და ეს ხალხი უკეთეს არ იმსახურებს. და მელამის შემჭამეს, როდესაც სიტყვა თქვი ბიჭო, ძაღლი თუ გადაარდებთ, ადამიანი რატო არ გადაარდებთ? ამის კითხვის დასმაც არ შეიძლება. ძაღლია, ლამაზია, საყვარელია, ის როგორ შეიძლება იმას მართალია? იგივე ადამიანს ავიწყდება, რომ გოჭით ძალიან საყვარელია და ის როგორ უნდა დაკლა და როგორ უნდა შეჭამო. მაგრამ ის გოჭია, ეს ძაღლია, ძაღლს არ შეიძლება. ადამიანი ვის რა შეაინტერესებს, ძაღლი ურჩევნია ადამიანს. კი ბატონო, გეთანხმებით. მე პრობლემები მაქვს სისტემასთან, პრობლემები მქონდა და ამ პრობლემებით ვცხოვრობ. და შეუძლებელია ესეთ სისტემასთან ქართველი ხარ პრობლემა არ გქონდეს. არ გქონდეს, არა სავალდებულო და სისხლის სამართალში იყოს ყველაფერი გადასული, მაგრამ ამ ნაცებთან და კოცებთან შეუძლებელია რომ ქართველის პრობლემა არ გქონდეს. მაშინ ქართველი არ ახარ. და ესენი გიყვარდეს და ესენი მოგწონდეს. მაგრამ მე გეუბნებით ერთ რაღაცას. მე რო პრობლემებიც არ გქონდეს, ჩემ ქვეყანაში დაბრუნებისთვის, მე არ მინდა ამ საზოგადოებაში დაბრუნება უკან. არ მინდა. ერთადერთი რამისთვის მინდა რომ ჩამოვიდე და ვიბრძოლო იქნება გადავარჩინო ეს ქვეყანა რამენაირად. მოაბრუნო. სხვა მხრივ მე ამ საზოგადოებაში ცხოვრება არ მინდა. არც ერთ ნორმალურს არ უნდა. არ მინდა მე ნაცკოცის გვერდით ცხოვრება, არ მინდა მე ყოველ წუთში ჩამოშვებული მომტირალი უბედურებაში ჩავარდნილი ერის. ერთმანეთის შუღლის, ერთმანეთის ბოროტების, ერთმანეთის ეშმაკობის მეტი რო არაფერი არ ახსოვს, იმიტომ რომ ის ნაცია, იმიტომ რომ ის კოცია. ხო, ის კიდე ვიღაცა მესამეა. ის კიდე რაღაცა კიდე მეოთხეა. არ მინდა ამ საცოდაობას უყურო. ნამდვილად არ მიგვერს. მაგრამ ახლა გულბატ რცხილაძე როგორც დიდი აგენტი რო დაიჭირეს. ძალიან კარგად იცოდნენ რომ რატო ვამბობ? სამართალდამცავ სისტემაზე გაიგონები. ძალიან კარგად იცოდნენ რომ ეს ადამიანი არფილი აგენტი არ იყო, ჯერ ერთი ყველაფერს თუ აკეთებდა, ღიათ აკეთებდა და მერდა მეორე რაში იყო საქმე. მომაკვდავი მამა ყავდა. მომაკვდავი მამა ყავდა. და ის არ იყო უბრალო ადამიანი. ის მე რა მოხდა ეს სხვა საკითხია, მაგრამ ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან ერთად და სხვაებთან ერთად თავიდან ეროვნული მოძრაობის სულის ჩამდგმელი ადამიანი იყო. რეპრესირებულიც იყო ამის გამო. ვიქტორ რცხილაძე. რომელსაც დიდესი მეცნიერული გარღვევები აქვს, თარგმნა, როგორი თარგმნები აქვს გაკეთებული. კიბოთი დაავადებული მომაკვდავი მამა ყავდა სახლში. კაც არაფერი არ დაუშავებია, ბინძური პოლიტიკის გამო დაიჭირეს. და როგორც სამშობლოს მოღალა დედა დღეს გარდაიცვალა ეს ადამიანი. და შვილი ციხეში აყურყუდებენ არაფრის გამო. მამა ასეთი ადამიანი იქ მოკვდა და შვილმა მამა ვერ უნდა დაიტიროს. და ყველა მიცის რომ ეს ყველაფერი შეკერილი და რაღაც ბლეფის საქმეა. და თქვენ აგენტები გინდათ საქართველოში დაინახოთ, გადახედეთ, ბოკერიათი დაწყებული, დამთავრებული, ყველა იმათ არავინ არ ეხება. ამ მორალის და ამ ზნეობის სისტემა. ამ ქვეყანას გინდათ რომ კონდეს მომავალი არა აქ და არც ეკნება. და მე იმასაც ვკითხავ რაც უნდა კონდეს. არ ვიცი, მე თვითონაც ემოციებში ვარ, რა ვიცი, რამდენად შევძელია ამ ყველაფრის ჩამოყალიბება და ამ აზრის ჩამოყალიბება და ამ ყველაფრის დანახვა. მაგრამ არ უნდა გიკვირდეთ ეს. როდესაც ქართველი დაივიწყებს ქართველობას, მოინდომებს ევროპელობას, როდესაც ადათ-წესს და ტრადიციას მიაფურთხებს და სამოქალაქო უფლებებზე გადავა და როდესაც ღმერთის მაგივრად ფულს გაიხდის ზემოთ თავარ არსს და თავარ მიზანს, უკეთეს არ იმსახურებს. ეს იყო და ეს. მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. ძალიან შემეცოდა, გულით შემეცოდა ეს ბავშვი.
იმიტომ რომ ძალიან ძნელია, როდესაც მით უმეტეს ბავშვობის ასაკში დაინახავ იმას, რომ არც შენი თანაგუნდელებისთვის, არც შენი მასწავლებლებისთვის, არც იქ მყოფი უფროსი თაობისთვის შენ არაფერს არ წარმოადგენ. და მე უნდა ისმინოს ახლა ამ ბავშვმა მთელი ცხოვრება, რომ როგორ უყვარს და როგორი კარგია და როგორ უბრალოდ ვერ დაინახეს მისი გაჭირვება. და ამ ტყუილს უნდა უყუროს. ასეა. ამიტომ ცუთა ქვეყანაში უფრო და უფრო უარესები იქნება მომავალში და ეს არაა მარტო ბიზნეს ბრალი, იმან შემოგთავაზოთ თქვენ გარყონა, გადაგვარება, გათახსირება ანგარების სანაცვლოდ. თქვენ რო აირჩიეთ ეს ყველაფერი, ხო? აი ვინც აირჩიეთ და ვინც ხარი დაუჭირეთ ამ ყველაფერს, ვინც ხარს უჭერთ დღეს ამ ყველაფერს, ხო? აი ესა თქვენი წყალობა. აი ესა გაზრდილი მომავალი თაობის ქართველობა. ესა დღევანდელი ქართული სახელმწიფო. ნუელოდებით ნურაფერს უკეთეს. არ იქნება. არ უნდა იყოს უბრალოდ და ემთ. ეხლა კი დაგემშვიდობებით და კარგად ბრძანდებოდეთ.